ალბათ დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის აღდგომის ღამე, იმიტომ რომ ყოველთვის დაუვიწყარია ყველა აღდგომა, მაგრამ ეხლა რაღაცა განსაკუთრებული იყო ალბათ ამ მეთანხმებით ჩვენ საზეიმო სვლა ჩავატარებთ საბურთალოელები რა ვიცი ვისაც ვიცნობ და შემიხედავს და მთელი უბანი აქ იყო დიდი ზარზეიმით ქრისტეს დიდები შემოუვარეთ ჩვენ ამ მცირე უბანს საბურთალოს ამ ნაწილს შემდეგ დაიწყო საოცარი ლიტონიობა შემდეგ საოცარი წირვა სააღდგომო ჩვენ თან იყვნენ ჩინელები, გერმანელები, ირანელები, იყვნენ რუსები, იყვნენ უკრაინელები, ერთი თურქი იყო და ნუ სომხები ახლა ჩვენ ძმები აქაური თბილისელები, ინდოელებიც იყვნენ. ნუ მოკლედ დიდი სიხარული იყო, ძალიან დიდი და მე მახსენდება ყოველთვის აღდგომა, ნუ რა თქმა უნდა ეს ისეთი მადლიანი დღესასწაულია და ქრისტეს ისეთი დიდი მადლი გარდა მოდის რომ ყველას ახსოვს ხოლმე ეს მე მახსენდება ერთი ესეთი ეხლა ამის მოყოლა კიდევ იმიტომ და დაიგეთქვით ეხლა რატომ მახსენდება სვეტი ცხოვრში როცა სემინარიაში ვსწავლობ პანსიონატში აღდგომის დღესასწაული ღამეა ველოდებით ეპისკოპოსს და მე განთავარ გამოსული წრეს უთხრა სვეტი ცხოველს და აღმოსავლეთის ფასადთან დავდექი ესე და ხედავ ნუ მეგონა უცებ ქანდაკება რელიეფური მაგრამ მთლიანად ჩანს ტრიდეში ასე ვთქვა და ხედავ კაცო დიდი არწივი აი აღმოსავლეთის ფასადზე გარედან სარკმელი ვფიქრობ მე თუ როდის იყო ეს ქანდაკება აქ ვიფიქრე ცირედი არის მახსოვს მან თუ დასავლეთის ფასადთან აღარ მახსოვს არის ცირედი ქანდაკი რელიეფური არწივი სვეტცხოვლში მაგრამ ესეთი უცებ ვერ მოვედი აზრზე უცებ გონია რომ ქანდაკება თუ უყურებთ ამ დროს გაშალა არწივმა მთები იმხელა მთები გაშალა და გადაფრინდა სასწაული და დღეს ჩვენ ზალი მრევი ამოვიდა აღსარება მითხრა და უცებ მიყვება ესეთ რამეს რომ მეო გურიაში ერთი დანგრეულ ტაძარი ნახეო ოვილოცეო შემდეგ რაღაც ქვებიო გამწმინდეო და ამ გაწმენდის დროს რაღაც არ მოვაჩინე ლატუნის თუ მოკლედ ფოლადის თუ რაღაც ესეთი არწივი ქანდაკება თითქმის ქანდაკება არწივი გამიგე და ამას მეყვა დღეს როცა მე ეს უნდა მეთქვა მე ვხარი აი მე დღეს არწივზე უნდა ვილაპარაკო საოცარი დამთხევა მოკლედ დიდი სიხარულები გვახსოვს ჩვენ აღდგომა დღეს დიდი სიხარულები და ჩვენ საერთოდ მე ვფიქრობდი რომ ხო აი ახლა ვახსენეთ ჩვენ ეს წარმომადგენლები ჩინელები ისინი ჩვენ მე მქონდა საზეიმო ლიტურგია წირვა მე წავედი დავისვენეთ საზეიმო სუფრა იყო აქ სატრაპეზოში და მოვიდნენ ციგნები გვაქვს და ეგენიც მოვიდნენ ერმელი ციგნები იყვნენ ძალიან ლამაზი 4 ქალი დედა 2 შვილი და 1 ძალი იყო 3 კაცი და 1 პატარა ბავშვი ყავდა და მე ამდექი და შემოვიყვანე ციგნები სუფრა გვაქვს მეთქი და დავსვი ნუ ნაჯამი იყვნენ ასმირმა ჩვენ ვერაფერს ვერ შევჭამთო მაგრამ სუფრა მოეწონა მიხეილმა ჩვენმა სტიხაროსვანმა ციგნური ტაბორულ ხოძით ისო არის ნება კინო რო არის იქრო სიმღერა რუსულად ის სიმღერა გაუცდნენ ძალიან გაუცებულები იყვნენ მე ამ ციგნებთან ვიყავი მომეს მაიკინა ხმარო მამა ბოშები მამა ირაკლი ამბობდა რომ მამა ალექსანდრო პატარასთან პატარაო დიდთან დიდიო და ციგნებთან ციგანი მე ვიფიქრე რომ რატო გვაქვს ესეთი სიყვარული ყველას ხო ჩემთვის სულელია შავკანიანი იქნება
ჩინელი იქნება, რუსი, უკრაინელი, სომეხი, მით უმეტეს და რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოს. და ესია ქართველი კაცი, ჩვენ ყოველთვის რაღაცა გადავყვებით ხოლმე გვინდა რომ ერთი ბევრი მიზეზი ალბათ რატო ვართ ესეთები, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი მეცნიერული დაკვირვებით ხო იცი, ვახტანგ ნინუა ჩემი ბიძა იყო და ის რომ მეცნიერულ დაკვირვებებს აწარმოებდა. ხო და მეცნიერული დაკვირვებით ერთი რამ აღმოვაჩი. ზმანოდა და ჩვენ ღმერთმა მოგცა უნიკალური ქვეყანა, სასწაული ქვეყანა და ჩვენ ფლობელი ვართ ამ ქვეყნის და როდესაც სახში სტუმარი მოგივა ხო გინდა რომ ნებისმიერ სტუმარს შენ ანახებ შენ სახლის ღირსშესანიშნაობას, სამზარეულოს ყველაფერს, ეზოს, აი თუ კაი სახლი გაქვს, ჩვენ კაი ქვეყანა გვაქვს. ეთქობა ეს არის ერთ-ერთი რომ ჩვენ გვინდა რომ მათაც გადავცეთ, ვანახოთ, ვესაუბროთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. სხვათაშორის ესეთი ბროშურა ამას წინათ ხელში ჩამივარდა ძველი ნაკიდი სამშობლო წიგნში, მაღაზია სამშობლოში. იქ წერია ქვაბის ხევი, მე მგონი, თუ ქვატყელია ქვაბის ხევის. ხო, და ქვაბის ხევის ბორჯომისა და ხარაგაულის ტყეპარკის შუა არის ეს ხეობა. და იქ წერია რომ როდესაც ავალთო ალპურ ზონაშიო, ქვაბის ხევის ალპურ ზონაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ქარია 10 მეტრი მუდმივი, 10 მეტრი წამში ეს არაფერი ქარი არ არის, ისმის საოცარი ხმებიო, დიდი ხმა რაღაც საოცარი და შენ გვერდზე რო ყავსო, მეგობარიო, ხმა მაგდა თუ არ ელაპარაკეო, ეს ხმა ჩაახშობს და აღგესმის. გესმის რა საოცარი ქვეყანაა. მამას დავარებო თავი, აგერ ძალიან ბევრი თქვენთაგანი, მისთვის მიჩვენებია, ჩემი სახლიდან 10 კილომეტრიდან, თბილისიდან, აი ბოლოს სახლიდან, მუცურის ბოლოს სახლიდან 3 კილომეტრზეა ლაპარაკი, სოფელი წოდორეთი რომ თავდება, იქ არის ადგილი, შემთხვევით აღმოაჩინე ბავშვებს რო ვასეირნებდი, ყვირო, შემთხვევით აღმოაჩინე. იქ არის ადგილი, სადაც 3 ხმოვანი ეკო მოდის უკან, ესე იგი რომ თქვა დაიყვირებ, ხო? საქართველო თქვა. დაიწყებს ეკო საქართველო. შენ იძლია უფასო ტურები მოვაწყო, წაგიყვანო და განახოთ ეს საოცარი არის. რამდენი ესეთი ჩემო ძვირფასი, რამდენი ესეთი ჩვენი საოცარი ქვეყნის. და აი ხო ამას წინათ ფიანეთში ავედი, ახლა ზაფხული რო მოდის, ავდივართ ხოლმე მანამდე ვაწესრიგეთ, მე და გიორგი ჩემი შვილი და დილით გამოვედი რიჟრასზე გამოვედი და მანოდადან ესეთი რამე არ მინახე. შაშვი რო იგალობებს, ხო იცით, ერთი შაშვი, რასაც სიამოვნო, ხო? უსმენთ აგერ ჩემ ეზოში მუდამ ერთი შაშვი აგერ არჩი გომკითხეთ, ჩემ ეზოში 4 შაშვი გალობსო. ესე იგი გამოვედი და აი 50 მეტრის რადიუსზე გალობდა ახლა სმენთ შეცნობი 100 შაშვი ჩემო ძვირფასი. 100 ალბათ იადონი, იმიტომ რომ რაღაცა ტკბილი გალობა იყო, ბულბული არის. და კიდევ რაღაცნაირად ორკესტრში როა, ხო იცი წინწილა ხანდახანად ჩაარტყამს ხოლმე. ესე რომელიღაც კიდევ სხვა ჩიტები რაღაცას თავისებური ხმით ჩაუტყამდნენ. ნუ ეს იყო ფანტასტიკა. 50 მეტრის იქი და 100-200 მეტრის რადიუსზე იყო ასობით კიდე სხვა შაშვები და იადონები და ეს ხო 10 კილომეტრები ტყიანი ფიანეთში და შორიდან კიდე მოდიოდა ეს რაღაცა ფანტასტიკაში, რაღაც სასწაული ჩემო ძვირფასი. ევროპის ყველა ტყე, ნუ ახლა იყო მცირე ტყე, საუკუნეების მანძილზე მეფეები ევროპის და თავადები აშენებდნენ, ესე იგი ჩვენ რომ ბუნებრივი ტყე მოგცა ღმერთმა ყველგან, ისინი აშენებდნენ საუკუნეების განმავლობაში ხელოვნურ ტყეებს, ჩემო ძვირფასი. გამიგეთ რა სასწაულია, რა მოგცა ღმერთმა, რა ქვეყანა ჩაგვაბარა ღმერთმა. და აი კვირადღე მოკლედ რო გათენდა, მე გამოვედი სამწუხაროდ ღრუბლიანი იყო, გამოვედი რომ მენახა ყოველთვის ეს შვები, რომ
მენახა მზის ცეკვა. თქვენ იცით, რომ წმინდა მამები ამბობენ, არა ისე გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველი ერთ-ერთი უდიდესი უსერიოზულესი მამა მსოფლიო მასწავლებელი ამბობს, რომ მზე ფიზიკურად ცეკვავს ამ დღეს. ჩვენ ეს ცეკვა გვინახია მამა ლაზარეს გადაღებულიც აქვს, თავის მონასტრიდან გადაღებული ჰქონდა და დაადოუკიდევაც და ნახეთ ჩვენ ეს მზის ცეკვა და ეს მზის ყურება სამწუხაროდ იყო ღრუბლები, მაგრამ რაღაცნაირად გრძნობდი რომ ღრუბლების იქით მზე ცეკვავდა, რადგან წმინდა მამებმა ესე თქვეს. ნუ საოცარი დღე იყო, საოცარი დღე, საერთოდ მთელი კვირა ბრწყინვალეა, მე ამ კვირის განმავლობაში აღდგომას ხოლმე ვკითხულობ იოანე ოქროპირის ქადაგებებს, ან პატრიარქის ეპისტოლებს, ან ესე იყო ხოლმე რა, ყოველთვის ესე მახსოვს, ან მამა რაფაელის ქადაგებებს. ამჯერად მე რო გავიღვიძე იქვე მაგიდასთან მქონდა მამა რაფაელის ესეთ ჯორჯიან ტაიმსი უშვებდა, წერდა დეჩნავდა ადრე, ესეთი და ზუსტად იყო შეთხოვით, ესე იყო წინვალე აღდგომა იესო ქრისტესი და წავიკითხე და მე მივყევი და მკითხულობდი მამა რაფაელის, აი ახაც მაგწამოღებული თუ ჩავედიეთ დროში ერთ ადგილს წაგიკითხავ. ვკითხულობდი მამა რაფაელს და ნუ იმდენად რა თქმა უნდა მოვიხიბლე ამ ბრწყინვალე შვიდეულში წირვებს უნდა დაესწროთ, უნდა წაიკითხოთ წმინდა მამები, აი ესე უნდა განლიოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული და ვეღარ მოვითმინე და მივწერე მაია ჩიბურდანიძესთან, მაია ჩიბურდანიძის ოჯახში ცხოვრობს მამა რაფაელი მის სულიერი შვილია, უკვე დიდი ხანია. მაია ჩიბურდანიძეს ძალიან დიდი დამსახურება აქვს მამა რაფაელისადმი, ხერხის პრობლემა ჰქონდა, ოპერაციების გაკეთება და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაჭირვების დროს ესე თავშესაფარი მიცა თავის სახლი და მე მივწერე ესეთი რამ, რომ მაია გილოცა იესო ქრისტეს წინვალე აღდგომას, დღეგრძელობა მამა რაფაელს და შენ, მამა რაფაელს მსოფლიო ეკლესიის მასწავლებლს, ესე დავწერე. მე მამა რაფაელს არ უყურს ქება, მაგრამ მე მივწერე მაიას, რომ მე უბრალოდ მისი ქადაგებების ზეგავლენის ქვეშ ვარ ეხლა ამ ბრწყინვალე დღეს მეთქიდა, მე ვიქნებოდი არაობიექტური, რომ რაღაც უფრო დაბალი სიტყვა მეთქვა და დაბალი შეფასება მეთქვა. არაობიექტური ვიქნებოდი და ამიტომ აი ხა ობიექტური ვარ, როცა ესე შევაფასებ. მე მომივიდა ასევე არა დამივეკა მაია ჩიბურდანიძე, ასევე მომილოცა და მითხრა დიდი მადლობა და მითხრა რომ მამა რაფაელმა თქვა რომ მე არა ვარ ამის ღირსიო, ეს არასწორი შეფასება, მე არა ვარ ამის ღირსიო. მე რა თქმა უნდა გამიხარდა ხა რატომღაც რომ მამა რაფაელს რო თქვა დიახ მე ვარ სოფლიო მასწავლებელი. ეს რა თქმა უნდა არას ეწყინებოდა, ესე უნდა შეეფასებინა თავის თავი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ჩემო ძვირფასები, ჩვენ ხო ვიცით და ძალიან ბევრმა იცის, იმ უსინდისოებმაც იციან, ვინაც ნესტორიანობა დააბრალეს, იმიტომ რომ ვითომწვალებელია, ვინც არის მამა რაფაელის სხვათაშორის ნესტორიანობის დაბრალება არ ახალია, ძველია. სამ უდიდეს წმინდანს დააბრალეს ნესტორიანობა. ადრე წინა საუკუნეებში დააბრალეს ნესტორიანობა. ეს ცნობილი არ ახალია და ეხლაც ისე იქცევია. და მამა რაფაელი ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო ვკითხულობთ და თანამედროვე გინდა ძველს, რომ მამა რაფაელის ნაირი ჩემო ძვირფასებო, ესეთი ქადაგებები, ესეთი ღრმა ჩასული არ არის. იშვიათია ძველი თვით არ არის. ესე გაუხსნა ღმერთმა მამა რაფაელს და რა ბედნიერება, რომ ჩვენ ერთი ქალაქელი ვართ, ერთ ქალაქში ცხოვრობდა არქიმანდრიტი ეფრემი, რომელიც ხშირი სტუმარია საქართველოს და ძალიან დიდი ღვთისმეტყველი ავტორიტეტია, მან ესე მიმართა მამა რაფაელს. ბედნიერია თბილისი, რომ თქვენ თბილისში ცხოვრობთ. ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი ბედნიერი დღე იყო და ხო, მე ახლა ერთ რამეს უნდა შევეხო აუცილებლად. მე აღარ ვასახელებ სახელს და გვარს,
ერთი მოდელი გერმანიიდან ისე კი გამოდის კოლმეურიის თავმჯდომარე სახელმწიფოს არ დავასახელებ ადმოდგა და ლაპარაკობს ისეთ სისულელებს მე მას ლოცავ ჯერ გავბრაზდი მე აი სერიოზულად სიხრმისეულად შემეცოდა ეს სასულიერო პირი გამოდის და ამბობს ღვთაებრივი ცეცხლი არა ისევ არ არსებობს იქო თვითონ ართებენ ამ ცეცხლსო არანაირი ღმერთისგან არ არის რას ემსახურება ესე მე ერთმოურმა მკითხა მართალიაო არ ცვენია შეფასებო ამ კაცს როგორ ვუყიდებ თქოს მე გაგახსენებ პატრიარქი დიოდოროსი რომელიც ხდებოდა ღვთაებრივ ცეცხლს 20 წლის განმავლობაში ის სულ ამ ცეცხლზე ლაპარაკობდა ინტერვიუებში სულ ესე იყო სულ ამას ამბობდა რომ საოცრება ხდებაო დგახარ ლოცულობ და ზოგჯერ უცებ აინთება ცეცხლი ბამბებზე სადაც ესე იგი მაცხვარი აღსდგა აი აგერარი ეს ხალხი ჩვენ და ფილა აღდგომის სხვადასხვა ნაწილი გვაქვს და იქ არის ჩასვენებული კლდეში მაგ ბოძში სვეტში ხო და ეხა ვის დაუჯერო ჩვენ 20 წლის განმავლობაში დიოდოროს ვით შედიოდა და 20 ჯერ ცეცხლი გარდა მოიტანა და ამბობს ღვთაებრივად გადმოდისო იმას თუ ამას ამ სასულიერო პირს რომელსაც არაფერი არ უნახია საწყალი საბრალო მე მოიტანა აწია წიგნი აი იოანე დამასკელიო სარწმუნოება მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ არაფერი არ უწერიაო იქ სასწაულების შესახებ და თვითონ იოანე დამასკელი ცხოვრება საოცარი სასწაულით აღიბეჭდა მარჯვენა ხელი მოაჭრა ხალიფა ჯალაც მოაჭრევინა და ღვთისმშობლის ხატზე ილოცა და გაუმთელა ღვთისმშობელმა ხელი და სამხელიანი ხატი არსებობდა ასეთი სასწაული ვერ დაიჭერებ წმენით თუ არ შეხედა და ლაპარაკობს სად უწერიო იოანე დამასკელს სასწაულები ჩემო ძვირფასებო დღეს მიაქციეთ ყურადღება რომ წაიკითხა იმან მე დავით საქმე მოციქულთა ნახეთ რა წაიკითხა ერთ იმასა ვიტყვი საქმე მოციქულთას მეხუთე თავი ჯერტი მთლის ახალი ართმასო სასწაულები ისე რომ ავადმყოფები ქუჩაში გამოყავდა საკაცებზე საწოლებზე აწვევდნენ რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილს მაინც დაეფარა რომ განეკურნა გესმით ასასწაულები ხდება ხო იერუსალიმის გარშემო მოდიოდნენ სნეულები და ყველა იკურნებოდნენ ან პავლე მოციქული ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით ისე რომ ავადმყოფებს ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ან ქამლებს ადებდნენ მის სხეულიდან პავლეს ადებდნენ სხვის სახოცებს ნაჭრებს ადებდნენ უბრალოდ და მე ამით სნეულებს კურნავდნენ და ავისულები განეკურნებოდნენ ნუ ჩემო ძირს საიდან მოიტანა ამ საოცარმა კაცმა მემრუშე მაცხოვარი ხო ამბობს რომ სასწაულს მემრუშე ეძებსო და ქრისტიანები და იქაური ქრისტიანები რომლებიც ესე ზარზენით ხვდებიან ღვთაებრივ ცხელს შეადარე მემრუშე საზოგადოებას ეგენი სასწაულებს ეძებს საიდან მოიტანა ის რაც მაცხოვარმა თქვა მემრუშე ეძებს სასწაულს და არ მიიღებსო ეს იმიტომ თქვა რომ იქ იყვნენ ბოროტი ქრისტეს მოწინააღმდეგე ხალხი რომლებსაც ესიზღებოდათ ქრისტე გამიგე და ისინი ეუბნებოდნენ აბა მოახდინეს სასწაული იცოდნენ რომ აი ესეთი თქმით არ მოახდინა გამიგე და თანამედროვე ჩვენ ცხოვრებითაც ავხსნა იცი ვიზიეს ლაპარაკი აი კაცი რომ ურწმუნო ათეისტი და რო ამბობს აბა სად არის ღმერთი აბა თუ არ გამოჩნდეს ერთი გამიგე აი ასეთ ხალხზეა ლაპარაკი რომ მემრუშე ასე რომ როგორ შეიძლება ეს საბრალო ადამიანი ეს სასულიერო მე კიდე ვლოცავ მას მაგრამ ამას არ გაუტარებ რომ ჩვენი სარწმუნოება შელახოს და საქართველოს შეურაცხოს ეს ის პიროვნებაა ის სასულიერო პირი რომელიც აზერბაიჯანელებმა რო ახლაც მიდის დავა სიმაღლეები რო წაიღეს წინამთავრობის დროს რაღაც საოცრად
ეს თუ დამტკიცდა იმ მთავრობის მიერ გადაცემული დავით გარეჯის ის ტერიტორია და ზემოთ რო აღარ გვიშვებენ ჩვენ წარმოიდგინეთ და დავით გარეჯის ზემოთ უდაბნოში არ გვიშვებენ ჩვენ ეს რო გადაეცა არ ვიცი ალბათ მიშისტი არ ვიცი რა არ ჩამ რა მოხდა მე რაღაცა ქვის ხროვა და გროვა დავკარგე გამიგეთ ამიტომ ამ ადამიანს ნუ უსმენ ჩემო ძვირფასებო ის არც ქრისტიანია არ სამშობლოს მოყვარულია თუ ეს სიტყვები და რა თქმა უნდა გაიგებს ამ სიტყვებს და ეწყინება მე დამიკავშირდეს და მე ველაპარაკები მას მისმენს ალბათ და მომისმენს უბრალოდ და დაველაპარაკები მას მე კიდე გიმეორებ არაფერი ცუდი არ მომაძრაებს ამ ადამიანისადმი მე მას ლოცავ უსურებ წმენას რომ მივიდეს იმამდე რომ ღვთაებრივი ცეცხლით თავის ტყიანი მთება და ატყუებს პატრიარქები ატყუებდნენ ვითომ ხალხს წარმოიდგინეთ არამედ მივიდეს იმ აზრამდე რომ იმ წმენამდე რომ ეს ნამდვილად ღვთაებრივი ცეცხლი ამას უსურებ და ბედნიერებას უსურებ აი ეს რო არ მეთქვა შეიძლება და რა ვიცი აბა ძალიან დიდ სიხარულში ვარ ჩემო ძვირფასებო რა ვიცი ყველაფერი მე მგონი თქვით შევეხმიანეთ კიდე რა შეიძლება ვთქვა და ვიტყვი კიდე იმას რომ ჩვენ ბედნიერად წილად ხვდა ბედნიერი მრევლი ვარ წილად ხვდა იმ სამი ჯვრიდან რომელსაც აღდგომის მესამე კვირას ეძახიან მაგრამ პრაქტიკულად მეორე კვირას ანუ მომავალ კვირას ჯვარს სვეტი ცხოვრიდან გამოასვენებენ სამ ჯვარს და ერთი ჩვენ მიგვაქვს უჯარმაში მოკლედ მომავალ კვირას ამ ჯვარს ჩვენ ჩავალთ უჯარმაში და ავასვენებთ და დავაბრძანებთ ტრადიციისამე ქრისტიანს ეშმარესტია მრავალ შამი ეხა სამ შაბათს